სათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. თქვენ მოგეხსენებათ ჩემო ძვირფასებო რომ დიდ მარხვის პერიოდში ყოველი კვირა გახლავთ ბასილი დიდის ჟამის წირვა. ანუ აღესრულება დიდი მამის ბასილი დიდის მიერ შედგენილი სახურება. ადრე შედარებით ძველ წლებში ალბათ თქვენს იგივეს განიცდით, ცოტა მეგონა რომ წირვა იყო ხანგრძლივი, რამე თუ საიდუმლო ლოცვები უფრო ხანგრძლივი ლოცვები იკითხება და თითქოს მეგონა რომ წირვა იყო გაწელილი. მაგრამ გარკვეული დროის მერე ეწეღან მამა ზაქარიასაც გადაულაპარაკე რომ რა მალე დამთავრდა ღვთისმსახურება. თუ გულით და სულით ლოცულობ და გესმის მსახურება და უსმენ მე დავითნეს ძალიან მალე ასეთი ჩაივლის ღვთისმსახურება. მაგრამ თუ არ გაინტერესებს წირვაზე რა ხდება, თუ ისე მოდიხარ რომ აი მარხავს ინახავ და უნდა დაესწრო წირვას რომ ბოლოს ეზიარო, იწელება და რაღაც ისეთი თითქოს დამღლელი ხდება. შეიძლება ახლა ახალ მოსულები ბრძანდებით ან ისინი ვინც მარტო მარხვაში დადიხართ ასე მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გააზრებულად დაესწრებით წირვაზე და ლოცვაზე, თანდათანობით თქვენ ისწავლით ღვთისმსახურებაზე დასწრებას და თქვენთვის უკვე ძალიან სიხარულის და სიმშვიდის მომგვრელი იქნება ნებისმიერი მსახურება. დღეს გახლავთ დიდი მამის, ეკლესიის მამის გრიგოლ პალამას ხსენების დღე. ეკლესიის მამა ტერმინი მერვე საუკუნიდან არავის აღარ ენიჭებოდა, იმიტომ რომ 7 კრების შემდეგ მოგეხსენებათ რომ ბოლო კრება იწინა კვირას მამა ზაქარია მიქადაგა მართლმადიდებლობის ზეიმზე 787 წელს ბოლო კრებაზე, აი ბოლო კრების შემდეგ უკვე როცა უკვე ყველა ერესი იქნა დამხობილი, ყველა ცრუ სწავლება იქნება მხილებული, აი ამის მერე უკვე ეკლესიის მამა ასეთი ტერმინი არც ერთ მოძღვარს უკვე აღარ მიეწერებოდა. მაგრამ როდესაც მე-14 საუკუნეში დაირღვა ეკლესიის სიმშვიდე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეკლესიის სიმშვიდე ირღვევა მაშინ, როცა მცდარი ცრუ სწავლება იჩენს ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში თავს. ათონზე ამ დროს მოღვაწეობს გრიგოლ პალამა და ვინმე სამხრეთ იტალიელი, ესეთი კალაბრია იყო ესეთი მხარე, ვარლამ კალაბრიელი იწყებს მოლოცვას ათონის მთის. თუმცა მას თავიდან არანაირი ცუდი განზრახვა არ ქონია, რომ ვინმე გაეკრიტიკებინა, მაგრამ რომ დაინახა მემყუდროებაში მყოფი ბერები, ესეთი ღვაწლი ისიხია დუმარებაში ლოცვა. იჯდნენ ბერები, თავი ქონდა დაბლა ჩახრილი და ასე მდუმარეთ უსიტყვოდ ღაღადებდნენ უფლის წინაშე. ეს რომ ნახა, აი ამ დასავლელმა ბერმა ვინმე ვარლამა დასცინა ამ ბერებს და დაგმო ეს ღვაწლი. ვერ გაიგო რანაირი ლოცვა არისო ეს. ასევე მან შემოიტანა ცრუ შეხედულება ეკლესიაში, რომ თაბორის ნათელი თითქოს არის ხელთქმნილი ნათელი, რამე თუ თვალთა ხორციელი თვალით იხილეს მოციქულებმა. ესეც საშინელი მკრეხელობაა. აი ამ ცრუ შეხედულებას მაშინვე, ასე თქვათ, გამოეხმაურა გრიგოლ პალამა და მათ შორის გაიმართა პოლემიკა. ამ პოლემიკაში პატრიარქები, ეპისკოპოსები ჩაერთვნენ, ხანგრძლივი პოლემიკა იყო და გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებამ, გაიმარჯვა სწორე შეხედულებამ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ჭეშმარიტმა ღმერთმა იესო ქრისტემ გარედან მიიღოს ნათელი. თვითონ არის ნათელი სოფლისა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი. ღვთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი. ანუ მას ნათელი გააჩნია, თვითონ არის ნათელი და ის გასცემს შიგნიდან გარეთ ნათელს. და არა ისე როგორც მოსე სინას მთაზე, მოსე იღებს ღმერთისგან ნათელს და ჩამოფარებული ბრუნდება თავის სამწყსოში, ისეთი ნათელი ქონდა მოსეს, რომ ადამიანური თვალი ამას ვერ მიიღებდა, მაგრამ
ეს ნათელი მიიღო მოსემ ღმერთისგან, მაგრამ თავად განკაცებულმა ღმერთმა თაბორის მთაზე გამოსცა ნათელი. და ამ ნათლის ქმნილობაზე და მარადიულობაზე გაიმართა პოლემიკა და დაირღვა სიმშვიდე ეკლესიის. გრიგოლ პალამამ აღიმაღლა ხმა, დაუმტკიცა, განუმარტა ყველაფერი და იქნა ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, დამხობილი და გაძევებული ეკლესიის წიაღიდან. არ მინდა ახლა რომ გადაგავთ, მოკლედ გეტყვით წმინდა გრიგოლ პალამას უმთავრესი სწავლება რა არის ჩვენთვის თანამედროვე ქრისტიანებისთვის ყველაზე მისაღები. მემყუდრეობა, ძველ ქართულად ისიხია, ბერძნულად ქართულად, ძველ ქართულად არის მემყუდრეობა. რა არის მემყუდრეობა? აი გთხოვთ, აი დღეს როცა კურთხევათ მიიღეთ, ქნებავთ, რჩევათ მიიღეთ, ხო? დღეს აი მაქსიმუმ 10 წუთი, მე მგონი არ არის ძდელი, ხო? განმარტოვდით, გინდაც ბუნების წიაღში, გინდაც თქვენ ოთახებში, გნებავთ თქვენს ავტომობილში, ცოტა ხანი გამორთეთ ტელეფონები, ყველაფერი, აი არავის არ დაურეკოთ, არავინ არ დაგირეკოთ, დაჯექით, ან დადექით, ან დაიჩოქეთ და დაფიქრდით. როგორი ქრისტიანი ვარ, როგორი მამა ვარ, როგორი დედა ვარ, როგორი შვილი ვარ, როგორი ქმარი ვარ, როგორი ცოლი ვარ, როგორი ქართველი ვარ, როგორი ადამიანი ვარ საერთოდ. ცოტა ხანი დაფიქრდით და არავის არაფერი არ დააბრალოთ და იფიქრეთ თქვენს შინაგან სამყაროზე, თქვენს ცოდვებზე. აი თანამედროვე მამები აბობენ ასეთ რამეს, შეიძლება თქვენ გაგეცინოთ ახლა. ქუჩაში რო ადამიანთან მიხვიდე, თქვათ პატრული მივიდეს, არაფერი არ უთხრას, დაადოს ბორკილები და წაიყვანოს საპყრობილეში და ერთი დღე, ორი დღე გააჩერო იქ. არც ბრალი არ წაუყენო, არც გამომძიებელი არ შევიდეს, არც ადვოკატი და ეს ადამიანი ასე ჩასვა, ჩააყუდო ცოტა ხანი ყვარყვარეს ციხეში. დაფიქრდება 1 საათის მერე, 2 საათის მერე, იტყვის ხო? მეტა რა დავაშავე, რატო დამიჭირეს? უამრავი რამე გაახსენდება თავის ცხოვრებიდან, რაც რის გამოც ის იყო დასაჭერი. მიხვდით რას ვიძახი? ხლა ქორწილში რო წაგიყვანოთ, იქ არ იფიქრებთ რა დავაშავე, ხო? იქ ცეკვა თამაშს დავიწყებთ, სიმღერას და ლექსების თქმას. მაგრამ ციხეში რომ დაგიჭერენ, კარები რო დაიკედება და გაჩხაკუნდება, ხო? იტყვი რომ არავინ არ გეკითხება არაფერს, თავის მართლებას ვერ დაიწყებ, იმიტომ რომ ბრალი არ წაუყენებია არავის. რაზე უნდა იმართლო თავი? არავინ არ გეუბნება, ას დაგიჭირეს და მორჩა. და დაფიქრდები. მოიცა, აი 2 წლის წინ რო რაღაცა, მოიცა, აი 1 წლის წინ რო რაღაც, მოიცა, აი ის მაშინ ეს, უამრავი რამე გაგვახსენდება. აი ამიტომ გთხოვთ, რომ დღეს 10 წუთი იყავით მემყუდრეობაში. სიჩუმეში და დუმილში, ისიხიაში. ძალიან ბევრი რამე გაგახსენდება ჩემო ძვირფასებო და ძალიან ბევრ რამეზე მიიღებთ ღვთისგან პასუხს. მაშინვე მოგინდებათ ლოცვის დაწყება და მაშინვე მოგინდებათ სულიერი ნაბიჯების გადადგმა. და ზუსტად გრიგოლ პალამა გვასწავლის ასეთ საინტერესო რამეს. სულიერი ცხოვრება ქრისტიანის ცხოვრებაში იწყება სინდისის მიერი ცხოვრებით. რა არის სინდისის მიერი ცხოვრება? ადამიანი ლოცვას სწავლობს სინდისის 4 კარნახით. რა საინტერესოა, არასდროს ხომაზე არ გიფიქრიათ, არც მე მიფიქრია, აი გუში რო წავიკითხე გრიგოლ პალამას ცხოვრება, აი შემძრა რო აქამდე მოძღვარი ვარ და როგორ არ დავფიქრებულ ვარ ამაზე, რომ როგორ ვისწავლო მე თვითონ სულიერი ცხოვრება და როგორ ვისწავლო ლოცვა. სულიერი ცხოვრების დაწყება სინდისის კარნახით და ლოცვის დაწყება 4 სინდისის მიერი კარნახით არის შემდეგი. აი არიცი როგორ უნდა ილოცო. მოდი გადავდოთ ცოტა ხანი წიგნები დღეს. დიდება აწდა მარადის, მეუფეო, ზესათაო, ყოვლადწმინდაო სამებაო. ეგ ხო ჩვენ დაწერილი არ არის. ეს არის სახელმძღვანელო. ეს არის დედა ენა, აი ია, აი თოხი, აი მზე, აი რეზო. ცოტა ხანი ეს გვერდზე გავწიოთ და დავიწყოთ. პირველი
კარნახის სინდისის უფლის წინაშე მე ვიწყებ ლოცვას და მაშინ მე უნდა გამახსენდეს უფალმა როგორ მასწავლა ლოცვა უფალმა თქვი მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა ესე იგი მე რო ვიწყებ ლოცვას ჩემი გონება ჩემი სული უნდა აღიმართოს უფლის წინაშე შევიდე ჩემ ოთახში და ვიფიქრო რომ მიუტევო სხვა ადამიანებს ცოდვები რომ მე მომეტევოს და ვითხოვ პური არსობისა და ვითხოვ რომ არ შევიდე განსაცდელში და ღმერთმა მიხსნას ბოროტისაგან აჰა გასაგებია ესე იგი ჩემი ლოცვა ასე უნდა დავიწყო უფლის წინაშე მეორე უფრო საინტერესო მოძღვრის წინაშე სინდისმა უნდა გამახსენოს ჩემმა მოძღვარმა როგორ მასწავლა ლოცვა როგორ მარიგებდა ჩემი მოძღვარი რომ შვიდად წყნარად აქეთ-იქით არ იყურო ტელევიზორს არ უყურო სამზარეულოში არ იყურო არავის განკითხვა არ დაიწყო შვიდად წყნარად დადექი ხატებთან და თქვი უფალო იესო ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი უფრო კარგი იქნება შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი მრავლობიჩი ვთქვათ ოჯახის წევრების მაგივრად იმ ადამიანების მაგივრად ვინც არ ლოცულობენ მრავლობიჩი შემიწყალე მე კი არა შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი ისწავლეთ ძალიან კარგია უკვე ამით შენი ოჯახის წევრებიც უკვე შედიან ამ ლოცვაში შენი ნათესავები შენი მეუღლე ვინც არ ლოცულობს და ისინიც უკვე მოხსენებულები იქნებიან და კარგია რა უყურეთ პირველი კარნახი უფლის წინაშე მეორე კარნახი მოძღვრის წინაშე და მესამე კარნახი საზოგადოების წინაშე უი გამახსენდა იმან რომ მითხრა რომ მომიხსენიეო როგორ დამავიწყდა ის რო ციხეშია ის რო ავანტყოფოშია ის რომ შიერია ის რომ მრავალშვილიანია ნახეთ რა მაგარი რამეა სინდისი მაშინვე გაგახსენდება იმ ქალმა რომ თხოვა შვილო ტაძარში მიდიხარ ხო ეხეწები რა შვილი მყავს საპატიმროში და მოიხსენ შენ დაგავიწყდა იმიტომ რომ როგორც კი ტაძარში შემოხვედი დაიწყე საუბარი და ეგოისტურად მარტო შენი პრობლემები გახსოვს აგახსენდება ადამიანი რომელიც კლინიკის წინ შეხვდა მე ჩემ თავზე ვიძახი მამაო ძალიან გთხოვთ არ გიცნობთ მაგრამ გთხოვთ რა ჩემი შვილია ცუდად შეერთებულია აპარატზე მამა დედა პაპა ბებია ვიღაც მოიხსენიე რა შალვა გიორგი მარიამი მოიხსენი მაგრამ უცბად გავიწყდება მაშინვე ეთქვი რომ რა თქმა უნდა მოიხსენიებ აბა რას ვიზავ მაგრამ მაშინვე გავიწყდება მაგრამ თუ სინდისის კარნახი იქნება შენში აუცილებლად გაგახსენდება რატო გაგახსენდება იმიტომ რომ ხვალე შენი შვილი შეიძლება აღმოჩნდეს იმ კლინიკაში შეიძლება შენი მეუღლე აღმოჩნდეს ხვალ საპატიმროში და შეგწხვება მე რომ მე ხომ თხოვა იმ ქალბატონმა იმ მამაკაცმა იმ ბავშვმა მაგრამ მე დამავიწყდა ამიტომ უყურეთ რა კარგი ლოცვა გამოგვდის თუ ეს ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი ლოცვა პირდაპირ მივა ღმერთთან და მეოთხე ყველაზე საინტერესო რაც არასდროს არ გაგვიკეთებია შეიძლება უსულო საგნების მიმართ ჩვენი სინდისი ეს როგორ გავიგოთ აი როგორ გავიგოთ და აი თქვათ სოფლის დონეზე ვთქვათ რა ყველა ხო სოფლელები ვართ ცუდი არ არის სოფლელობა ძალიან კარგია სოფლელობა წვიმა არ მოდის სოფელში და ხედავ რომ ეს ურწმუნო გლეხები დგანა და თავრობას განეკითხავენ ჩხუბობენ ახ კაცო რატო წვიმა არ მოდის ადექი და ილოცე რა რომ ერთო წვიმა მოულინე რა აი ამ რაიონს აი ამ სოფელს წვიმა რომ მოვიდეს რომ მოსავალი მოიწიოს გლეხმა და კარგია რა ბედნიერება აი რა მარტივია და როგორ არ ვიცოდით ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო უფლის წინაშე მოყვასის წინაშე მოძღვრის წინაშე და უსულო საგნების წინაშე თუ ჩვენ ავიღებთ ლოცვას და დავდგებით ხატებთან და რაც ახლა მე თქვენ შეგახსენეთ გრიგოლ პალამას სიტყვები ჩვენ უკვე საკაცე აღარ დაგვჭირდება გადავდივარ სახარების განმარტებაზე აქ წერია დღევანდელ სახარებაში რომ ქრისტე იყო ერთ-ერთ სახლში წმინდა გარდამოცემით იყო პეტრეს სიდედრის სახლი
და 4 ადამიანს მიყავს პარალიზებული ადამიანი, იქ არ წერია რომ წმენა ქონდა, სთხოვა ვინმეს რომ მიმიყვანეთ, არ წერია არაფერი, მივიდნენ, მაგრამ ვერ მიდიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია, სადაც ქრისტია იქ ყოველთვის ხალხმრავლობა და ვერ მიდიან. 4 მეგობარს მიყავს თავისი დავრდომილი, პარალიზებული, უყურეთ, პარალიზებულში იგულისხმეთ კაცობრიობა. პარალიზებული სულიერად და პარალიზებული ხორციელად. როგორ გავიგოთ? ხორციელად პარალიზებული არის სნეულებებისგან და სულიერი პარალიზება ხდება ნებებისგან და ცოდვებისგან. თუ სული პარალიზებულია სულიერად და ნებებისგან და ცოდვებისგან, უკვე მერე ჩდება ხორციელი სნეულებები. აი ასეთი დასნეულებული უკვე უგონოთ ყოფი ადამიანი 4 მეგობარმა მიიყვანა მაცხოვართან, მაგრამ ვერ შედიან სახლში. რა მოიფიქრეს? ასეთი სახარება ერთადერთია. გადახადეს ჭერი სახლს, როგორი თავხედები არიან. ხანდახან შეიძლება ითავხედო კიდეც. ოღონდ კი მიხვიდე ჭეშმარიტებასთან, ოღონდ კი მიხვიდე ღმერთთან. ესეთი სახლები ჰქონდათ ებრაელებს, გარშემო იყო კედლები და შუაში იყო ეზო. ეს სახლი იყო გადახურული ან ალიზით, ან კრამიტით, ან თხის ტყავებით. გადახადეს სახლი, სახურავი გადახადეს და თოკებით ჩაუშვეს ეს პარალიზებული ადამიანი ქრისტესთან. ხმა არავის არ ამოუღია, რას აკეთებთ, კაცო? ვისი სახლი გადახადეთ თქვენ? ვინ ახართ, რას აკეთებთ? ხო შეიძლება და გამოვარდნილი იყო ვიღაცა, ავი დედაკაცი და ეთქვა რომ თქვენ ხო არ გაგიჟდით, ვერ გავიგე რა, ვის სახლი გადახადეთ? მაგრამ ჩუმად არის ყველა, კარგად დაუკვირდით. ქრისტემ იხილა სარწმუნოებაი მათი, იქ არ წერია რომ პარალიზებულ წმენა ქონდა, არაფერი არ წერია, ქონდა, არ ქონდა, არ ვიცით, მაგრამ იმ 4 ადამიანის რწმენით ქრისტე ამბობს, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები, კარგად დაუკვირდით, განკურნებას უძღვის წინ მოგეტევა შენი ცოდვები, ესე იგი, ცოდვებიდან გამომდინარე არის ყველა სნეულება, აღდეგ, აღიღე ცხედარი და ხვიდოდე. ატყდა ერთი ამბავი, ოღონდ ხმა კი არ ამოუღიათ. იქ იჯდნენ წიგნობრები და ფარისევლები და გულში გაიფიქრეს, ვინ არის ეს? ვინ არის რა ხელმწიფებით აკეთებს ამას, ოღონდ იმდენად შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, რომ ხმას ვერ იღებენ. როგორ ამოიღებენ ხმას, ხო? და უყურეთ, ქრისტე რო გულთამხილავია და ღმერთმა იცის მარტო ჩვენ გულებში რა ხდება, ეუბნება, რომელი უფრო ადვილიაო? ადამიანს უთხრა, შენი ცოდვები მოგეტევა, თუ აიღე შენი საკაცე ცხედარი და წახვიდე, ხო? უპასუხისგებლო ადამიანი უნდა იყო არა? ადამიანს რო უთხრა, რომ შენი ცოდვები მოგეტევა. ვინ მოგცა ამის ხელმწიფება? მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა ჩვენ ცოდვილ მღვდლებს მოგცა ამისი უფლება, რომ გითხრათ, რომ გეპატია შვილო შენი ცოდვები. წადი და შენი ცხედარი ეხლა წაიღე სახლში და აღარ შესწოდო, რომ უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდე. და ბოლოს ვინ არიან ეს 4 ადამიანი? ორი განმარტება მომეწონა ყველაზე ძალიან ბევრი არის დასახელებული. პირველი 4 מחარებელი, 4 სახარება. დედამიწას 4 კუთხი აქვს, 4 დრო არის სამყაროში და 4 სახარება არის შენი ღმერთთან მიმყვანებელი. ოღონდ ჭიშკრიდან კი არა, აი აქედან უნდა გადახადო ის ურწმუნოების კრამიტი უნდა აყარო შენი თავიდან, ის ცრუ იდეოლოგიები, ცრუ სწავლებები, ცრუ შეხედულებები უნდა გადახადო თავს, უნდა გადახადო და იქიდან სახარება, 4 სახარება უნდა ჩამოვიდეს შენს სულში და შენს გულში და მოისმენ შემდეგ სიტყვებს, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები, აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ხვიდოდე. კიდევ ერთი განმარტება, რომელიც ძალიან საინტერესოა და იმედია დაგამახსოვრდებათ, ეს 4 პიროვნება, პირველი გახლავთ ჩვენი თავის მოძულება, ჩვენი ცოდვების გამო, რითაც იწყება უფალთან ურთიერთობა, თუ გინდა რომ შენ განიკურნო და ღმერთი მოვიდეს შენთან, ან შენ მიხვიდე ღმერთთან, უნდა შენი თავი შეიცნო, მოიძულო შენი ცოდვილი ცხოვრება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი იქნება ცოდვების აღიარება.
არ გეწყინოთ, ოღონდ ისე არა, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას. ამ პარტავნებით, ფრისხანებით, განკითხ, მე რო გეხმარებით ხოლმე და ხო, მამაო, ხო, თითქოს ხო გეხმარებით ხოლმე, იმიტომ რომ მეც ხო ცოდვილი ვარ, მეც იგივე ცოდვები მაქვს. თქვენსავე ცოდვილი ვარ მეც, მაგრამ ესე მივეჩვევით. აი გულიდან ამოიღეთ რა, აი თელი გულიდან ამოიღეთ, თელი სულიდან ამოიღეთ, იცით როგორ? პეტრე მოციქული თელი ღამე რო თევზაობს და ერთი თევზიც რო ვერ დაიჭირა და დილით ვიღაცა უცხო, უცნაური მოძღვარი მოდის და ეუბნება რომ გადააგდე მარჯვნივ ბადე. დაუკვიდეთ კარგად, პეტრე არის გამოცდილი მე თევზე და უნდა უთხრას რომ რებს მეუნევ შენ ვისასწავლი კაცო მე ბადური ვარ თელი ცხოვრება თელი ღამე თევზაობდი და ერთი თევზე ვერ დავიჭირე და დილით როგორ შეიძლება რომ თევზე დავიჭირო ხო მაგრამ უყურეთ დაემორჩილე რა დაემორჩილე უფლის ხმას დაემორჩილე სახარების ხმას მოძღვრის ხმას დაემორჩილე და გადააგდე ბადე მარჯვნივ გადააგდო და უამრავი თევზი ამოიყვანა ანუ უამრავი ცოდვა დაინახა თავის თავში და რა უთხრა ქრისტეს გამშორდი უფალო ცოდვილი ვარ მე მიხვდა როგორი ცოდვილია მან დაიჭირა ბევრი ცოდვა თავის თავში და დააფიქსირა რომ ცოდვილია აი ესეთი ნაბიჯი არის მეორე რომ ცოდვების აღიარება ახსარება საარი წუხილი დარდის ამოღება მესამე მეგობარი ჩვენი და ნაბიჯი ვინ არის შეპირება ღმერთისა რომ კარგად მოვიქცევი თქვენ რო იცით ხოლმე მამაო ვეზიარები და ვეცდები ყველაფერს გავაკეთებ წავიკითხავ ამას ვიზავ იმას ვიზავ და გასული არ ახარ გვირაბიდან უკვე რომ ისევ იგივე ცხოვრებით აგზელებ ცხოვრებას თქვენმა ნათლიევმა მივრქმელებმა რომ მიბრუნდნენ ზურგით დასავლეთისკენ უпростоრეთ აღმოსავლეთს რო ზურგი შეაქციეს და განეშორები ეშმაკისაგან განვეშორები სამჯერ შეუდგები ქრისტეს შეუდგები მსგავსი ტყუილი იშვიათად მაქვს მოსმენილი რამდენი ადამიანი რამდენი მიმრქმელი იტყუება აი ამ ტყუილში ცხოვრებამ სადამდე მოგვიყვანა თქვენ ხედავ შენ მაშინ არ გახსოვს პატარა იყავი არ შენ მიმრქმელს არ ახსოვს მაგრამ ეხლა ხო გაგახსენე რომ შენ შეპირდი ღმერთს შენი მიმრქმელი შეპირდა ღმერთს შეანერწყვა კიდეც ისე გაკადნიერდა რომ ეშმაკს სამჯერ შეანერწყვა და შენერწყებული ეშმაკი წარმოგიდგენიათ ჯერ როგორია ეშმაკი ხო ამის წარმოდგენა ძალიან რთულია მაგრამ შენერწყებული ადამიანი ვინმე გაპატიებს როგორც გინდა მაღალი სულიერების იყოს არ ამგონია და მით უმეტეს ეშმაკი ამიტომ ჩვენ პირობა დავდეთ ღმერთთან ნათლობის დროს რომ შეუდგებოდით კაი ეს არ გვახსოვს მოდი ეხლა შევპირდეთ ხო ვეზიარე ხო ახსარება ვთქვი ღმერთო ამ მარხვაში მაინც დამეხმარე რომ აღარ გიღალატო აღარ დაუშვა შეცდომები და ასე შემდეგ და მეოთხე მეგობარი არის უკვე ლოცვა უფლის წინაშე რატო დავიწყე ვასილი დიდის წირვით რატო მოგიყევით გრიგოლ პალამას სწავლება ლოცვაზე იმიტომ რომ პირველი და უმთავრესი კავშირი ჩვენი და ღმერთს შორის ეს არის ლოცვა თუ შენ გეზარება წირვა ლოცვაზე წასვლა მომაკვდავია შენი სული თუ შენ ფიქრობ რომ მამაომ რამხელა წირვა ჩაატარა და რამდენი ლოცვები წაიკითხეს კაცო ეს რა ამბავია ესე იგი ცუდად არის შენი სული მაგრამ თუ ესე ჰარმონიულად ჩატარდა წირვა ქადაგება და ლოცვა და შენი სული კიდე ითხოვს ქორწილში რო გაჯაჯილდებიან ხოლმე კაცები და განსხვავებულებს რო სვავენ ხოლმე ხო რატო ხორციელად განიცდიან სიხარულს აი ასე უნდა განვიცადოთ ჩემო ძვირფასებო და ჩვენთვის მარხვა უნდა იყოს იცით რა უნდა იყოს მარხვა აი ზაფხულში ახლა შვებულებას რო აიღებთ და ბაკურიანში და ბათუმში რო წახვალთ ხო არის კურორტი ჩვენი სულის კურორტი არის დიდი მარხვა რასაც სხეული განიცდის ზაფხულში შვებულების პერიოდში აი ახლა უნდა აიღოს ჩვენმა სულმა შვებულება უпростоრად სხეულმა უნდა აიღოს შვებულება რომ სულმა განიცადოს თავისუფლება დიდების მეტყველება ლოცვა სიყვარული უბრალოება და ასე შემდეგ მე მგონი გამიგეთ რაც გითხარით და გაითვალისწინეთ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი
მარხვა იყოს ნაყოფიერი, დაიწყეთ სინდისის მიერი ცხოვრება და თუ გინდათ რომ თქვენი ლოცვა იყოს შესმენელი ღვთისამიერ, 4 კარნახით აღასრულეთ თქვენი ლოცვა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, დასრულდა მეორე კვირა დიდი მარხვის, ხვალიდან ეწყება მესამე კვირა, 4 შაბათს 9 საათზე იქნება პირველ შეწირულის ლიტურგია. აუცილებლად გამონახეთ დრო და 1-2 მაინც დაესწარით, თუ გინდათ რომ მარხვის შინაარსი კარგად გაიგოთ, აქ თუ არა ნებისმიერ ტაძარში დაესწარით. შაბათს იქნება 10:30-ზე წირვა და 12 საათზე ბიცოლებულთა პანაშვიდი და კვირას შეულებრივ იქნება ასევე წირვა. ჩვენ თან არს ღმერთი.